აი გაუგებარი პრობლემები ჩდება ხოლმე ეკონომიკაში, ქართულ ეკონომიკაში და ძალიან ბევრი ადამიანი და საქართველოს მოსახლეობის შეიძლება ითქვას უმრავლესობა ბოლომდე ვერ იაზრებს ხოლმე რატომ და ხან ვიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას დაადანაშაულებს, ხან ბანკს მაგალითად და ასე შემდეგ. სინამდვილეში საერთო ჯამში ინდივიდუალურად არ უნდა ამოვარჩიოთ დამნაშავეები. ანუ დამნაშავე არის ფორმა, ხო, აი ეს ეკონომიკური მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ანუ არავინ არ იფიქროს, რომ არსებობს სოფლიოში ეკონომიკური მოდელი, რომელსაც მინუსები არ აქვს. ეგეთი ეკონომიკური მოდელი არ არსებობს. უბრალოდ ისე უნდა აირჩიოს ქვეყანამ ეს მოდელები, რომ ანუ იმ კონკრეტულ ადგილას, გეოგრაფიულ ადგილას, იმ სოციალურ და ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფონზე, რაშიც ის ქვეყანა არსებობს, იმას უნდა შეესაბამებოდეს და ჩვენ რეალურად ანუ ხა გირჩი მაგალითად კი ამბობს რომ საქართველოში ხა რაღაცა სიახლე შემოაქვთ რაღაც ლიბერტარიანული სინამდვილეში საქართველო ძალიან ლიბერტარიანული იყო თავის დროზე იმიტომ რომ პრინციპში რაღაც დონეზე აი ძალიან დიდ დონეზე შეიძლება ითქვას არგენტინაზე მეტად საქართველოში არის ეგ იდეოლოგია, იმიტომ რომ ის თავისუფალი ბაზრის ფორმა, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა და ბენდუქიძე რისი პიონერიც იყო საქართველოში, რომ ყველაფერი იყიდება, ჯერ იყო ეს პირველი და ყველაფერი შეუძლია ვიღაც კაპიტალის. ხო, რა თქმა უნდა, მე ხო ვერ ვიყიდი არა იმას თვითმფრინავების ასაშენებელ ქარხანას მე ვერ ვიყიდი და იყიდის კაპიტალისტი, ვიღაც ვისაც აქვს ეს ფული. მარტო ეს კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც მდიდარი დაეუფლება ინვესტიციას, კაცო. ყველა ვარიანტში, ყველა ეკონომიკაში, სოციალიზმის, რაღაც კომუნიზმის გარდა ინვესტორი ყველგან გჭირდება. ანუ ინვესტორები ბოროტება არ არის. ბევრი გადანაშაულებული რაღაცაა. მაგრამ თავისუფალი ეკონომიკური მოდელის ორი ყველაზე საშიში მინუსი და უკუჩვენება არის მონოპოლია და ოლიგოპოლია. მონოპოლია ის არის, რაზეც კანონები გვაქვს მიღებული საქართველოში რაღაცა მონოპოლიისგან დავიცვათ ბაზარი და როგორ მუშაობს, არა, მოქმედებს. საქართველოში მონოპოლია არ არის. საქართველოში არის ოლიგოპოლია. ოლიგოპოლიაა და რატო? არა, მონოპოლია. ნახე, არა, ძალიან გავს ეს ორი ტერმინი ერთმანეთს და იმიტომ. რას ნიშნავს, იცი? შეგიძლია შენ ხო არავინ არ გიკრძალავს აფთიაქის გახსნას. მონოპოლია რო იყო, ვერ გახსნიდი, მაგრამ ოლიგოპოლიაში შენ შეგიძლია გახსნა, მაგრამ ძალიან დიდი აზრი არ აქვს. ანუ ძალიან დიდი თანხები გჭირდება იმისათვის, რომ შენ ამ ფარმაცევტიკულ ბაზარზე შესვლა მოახერხო და შეძლო იქ თავის შეკავება და რაღაც პლუსში წასვლა. ამისათვის დიდი თანხები გჭირდება და რატომ? იმიტომ რომ არსებობს ბრენდები, ანუ დიდი ქსელური ბრენდები, რომლებიც უკვე მოკიდებულები არიან ამ ადგილას. კანონი მათ არ უმაგრებს ზურგს ისე რომ შენ მაგალითად არ შეგიშვან ამ ბაზარზე, მოუწევთ შენი შეშვება. მაგრამ შენს ის ტენდენცია თუ არ დაიჭირე, რასაც ისინი იჭერენ და იგივე თამაში თუ არ ითამაშე, ფაქტიურად შენთვის ის გარემო იქნება მომაკვდინებელი. ხო, იგივე არის, ანუ ამერიკაში ოლიგოპოლიის ძალიან დიდი პრობლემაა დღეს. იმიტომ რომ დიდი ბრენდები, როგორიც არის, გავრცელებული, რაც ყველამ ვიცით, ის ბრენდები, რასაც ვიცმევთ და რაც ითვლება ხოლმე, რომ აი ეს ორიგინალია და კარგია, ანუ აი ეს ბრენდები, ხო, ეს ბრენდები სინამდვილეში ძირავს ახალ წარმოებლებს და მაგიტო ინოვაციის ის ჩდება სურვილი, რომ უნდა შექმნა ინოვაცია, ის რაზეც კონკურენციაში კი არ შედიხარ, ახალია. მაგრამ ესაც ამოწურვადია, ანუ ხვდები რაღაც ტექნიკური საშუალებები გაძლევს ინოვაციის საშუალებას იმ დონემდე, სადაც ტექნიკა გაყვება. მაგრამ როდესაც ამოწურავ ამას, ეხა ყველანაირი ინოვაცია მომგებიანი არ არის, ხო? ეხა ერთ ბორბლიანი ონბორდი რომ მოიგონეს, ხო? ხო იყო ინოვაცია, გაუწიეს კონკურენცია იმის ელექტროიმებს, მაგრამ არ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა. ანუ ინოვაცია კი იყო, მაგრამ რეალურად არ იყო ისეთი საინტერესო, რომ არ არის ყველა არ დადის ამ ბორბლს. და კახი შეიძლება მომანდ ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მარკეტინგის არა, უბრალოდ შეიძლება კონკურენცია უნდა იყოს, ვიღაცა ვინც რაღაც ბიზნესს აკეთებს, ეგ გასაგებია და შეიძლება ვიღაცამ ცუდად გააკეთოს ბიზნესი და ვიღაცა, რა თქმა უნდა, დიდი ფირმა როა, რაღაც ვიღაცა ახალს რო იწყებს, ფულს დაკარგავს და ცდილობს რომ ჩაძიროს. ეგ სრულიად გასაგები ლოგიკა. მთავარი ლოგიკა არის იმაში, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს წესია სახელმწიფოში იმის ინტერვენციის საშუალება კონკრეტულ ბიზნესებში, რომლებიც ხალხის ჯანმრთელობას, სოციალურ რაღაც წყობას ან რაღაცას ეხება, ხო? მაგალითად, როდესაც აფთიაქებზე გვაქვს საუბარი, ხო? რაღაც ჩამოვა, რაღაც კიბოს წამალი, რაღაც აფთიაქს. და
და ადებს რავი 500 ნამატიან ფასნამაც, ხო? ეგ ხო არის რეალურად ადამიანების დამაზიანებელი მოქმედება და სახელმწიფოს პრინციპი რატომაც შეიქმნა ის არის რომ ადამიანებისთვის, ინდივიდებისთვის მიეცა გზელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა მეტნაკლებად. ეგ არის სახელმწიფოს და მთავრობის შექმნის თავარი აზრი და მიზანი ეგ არის. ანუ ნებისმიერ მოაზროვნეს დაახლოებით იგივე უწერია. და მან ლოგიკაში ის არის რომ სახელმწიფოს თუ ეგ ინსტრუმენტი წაართვი, მაშინ შენ გამოდიხარ რომ სახელმწიფო და მთავრობა რეალურად ყვილა გყავს. არაფერ შუაში არ არის. მაშინ გირჩი მართალია. მაშინ გირჩი მართალია. ხო, მაგრამ გირჩი იმაშია ტყუანი რომ რეალურად არ იცის სახელმწიფო რატო გაჩნდა. ლიბერტარიანიზმი იმიტომ არის იდიოტიზმი, ბოდიში ამ სიტყვისთვის რომ რეალურად ის უპირისპირდება სახელმწიფოს შექმნის პრინციპს, რაც უკვე უტოპიაა. ანუ მაინც სახელმწიფო უნდა გავაუყო და ანარქიზმი რაც გამოიწვევს ეგ კიდე ნუ რა ვიცი მე ხა სხვადასხვა ექსპერიმენტები ყოფილა ამერიკაში ყოფილა რაღაც პატარა დასახლება სადაც ანარქიზმის პრინციპები მოქმედებდა ანარქიზმი არის რაღაც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს და ადამიანები ერთმანეთთან აგვარებენ რაღაც საქმეებს და რავი ყველგან ყველობები, ქურდობები და რაღაც გავსი არ არსებობს ეგეთი რაღაცები. თუ არ არსებობს ცენტრალიზებული მეტნაკლებად გააჩინა სოციუმს კულტურულ თემატიკას და რა მიმართულებას რა კუთხით არის ეს დალაგებული, მან რაღაც გარკვეული სკალაზე შეგვიძლია გავზომოთ რაღაცები, მაგრამ რეალურად თავრობა თუ არ არსებობს, რომელიც გარკვეულწილად დამაორგანიზებელია, რომ ვიღაც ფეოდალმა, ვიღაც კაპიტალისტმა არ აიღო ძალაუფლება და ხალხი რაღაც მონებივით არ ამუშაოს, მაგის ინტერვენციის საშუალება უნდა ქონდეს სახელმწიფოს. მეორე მხრიდან, ვიღაცა თუ რავი, ილონ მასკი არის და რაღაცა შეუძლია ძალიან მაგარი ბიზნესი გააკეთოს, ან ჩაოლებრივი ბიზნესი გააკეთოს, რა ვიცი მე, სალონი გახსნას პირობითად და რავი რაღაც პორი გამოაცხოს და გააკეთოს პირობითად. მაგის საშუალება უნდა მიეცეს. ოღონდ როგორც კი ვიღაც ინდივიდი გადალახავს იმ ზღვარს, რომ კოლექტივს, ანუ საზოგადოებას საფრთხეს უქმნის, მაშინ სახელმწიფო აუცილებელია მისი შექმნის იდეიდან გამომდინარე, რომ ინტერვენცია მოახდინოს და შეზღუდოს ვიღაც ინდივიდი, იმიტომ რომ სოციუმი ამუშავებს, ანუ ეს საზოგადოება ამუშავებს სახელმწიფოს.